გამარჯობა. ეს ინსტრუმენტი ალბათ თქვენთანგანს ეცნობა, გადაჭედილია ამის ვიდეოებით Facebook-ის, Instagram-იც, მოკლედ ყველგან ესწრებოდა და მეც გადავწყვიტე რომ ჩემთვის შემეძინა. შევიძინე ჩინეთში პირდაპირ Greener-ის ფირმა, რომელიც ჩინეთში ძალიან გავრცელებულია, მეც ამ ფირმას ვენდე, თორე შეიძლება ზუსტად იგივე იყოს, რაც აქ იყიდება, რაც სხვა ფირმების არის, მაგრამ Greener-ს შედარებით ვენდობი და ამიტომ შევიძინე Greener-ის ფირმის. მე ამას არ ვყიდი, ამიტომ არ ვკითხოთ რა ხირს და რა მოყვება და გარანტია თუ აქვს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ ვყიდი. ჩემი პირადი გამოყენებისთვის მაქვს შეძენილი. უბრალოდ შევიძინე, არასდროს არ გამომიყენებია და მინდა თქვენთან ერთად ჩავუტარო პატარა გამოცდა, მართლა ისეთია, მართლა ხეთქავს თუ არა ქვას, როგორც ამას ვიდეოში აჩვენებენ. პირველ რიგში, აი ესეთი ინსტრუმენტის გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, მოყვა კიდეც სათვალე, რომელიც არ ამგონია იმ ხარისხის იყოს, რაც საჭიროა. ასევე მოყვა ყურის დამცავი პატარა რაღაცა რეზინები, რომელიც ასევე არ მგონია რომ საკმარისად ხარისხიანი იყოს. ამიტომ მე გამოვიყენებ ჩემსას ამ ყველაფერს. ხო, რატომ უნდა დავიცვათ ყური და თვალი აი ამ ინსტრუმენტის გამოყენების დროს. პირველ რიგში ვიცი რომ უბედური ხმა აქვს, რო იტყვიან და ძალიან დამაზიანებელია ყურებისთვის და რატომ თვალების დაცვა. როდესაც აი ესეთ რაღაცას იყენებ, ძალიან ხშირად ხდება რომ ან რაღაცა შეიძლება ეს დაიშალოს თვითონ, იმიტომ რომ ჩინურია და რა გამორიცხულია. მეორე რომ აი თვითონ ლურსმანი გატყდეს და ის ნატეხი სადღაც გაფრინდეს. თვითონ რაშიც არ ჭობთ ამ ლურსმანს, ისიც შეიძლება რომ დაიმსხვრეს და გამოყაროს რაღაცა ნამსხვრევები, ამიტომ თვალი აუცილებლად უნდა დაიცვა და რაც თავარია, თვალის დამცავი სათვალეები უნდა იყოს აუცილებლად სერტიფიცირებული. აი ესეთი სათვალე, ეხლა რაც ამას მოყვება, აბსოლუტურად არ არის სანდო. კი, რაღაც დონეზე რა თქმა უნდა დაიცავს თვალს, ეხლა პირდაპირ თვალში რაღაცის მოხვედრა სად ამაზე, მაგრამ აი ეს ვერ გაუძლებს იმ დარტყმას, რაც საჭიროა მისთვისაც არის დათვლილი. ხო, რაც თავარია. ეხლა მაგიდაზე არ მიდევს, ეხლა შემოვიტან აგურს, ბლოკს, რკინას, ხეს, რა ვიცი, რაც კი მაქვს. როგორც გითხარით, შევიარაღდი. ეს კუდიც დამცავია. სათვალეც გავიკეთე. ეხლა ყურებზე გავიკეთებ. დამხშობს და თუ ხმამაღლა ვილაპარაკე არ გაგიკვირდეთ. ესე იგი, გვაქვს აი ესეთი ფორმის ლურსმნები. ალბათ აი ამას აკვდებთ. და მოდი პირველ რიგში გავსინჯოთ აი ამაზე. თუთიყუშები და კატა გასულები არიან ოთახიდან, რაც შედარებით მამშვიდებს. ის პირველი გარეთ ხო არ მეცადა, ხა? არა. აბა მაგარია. მე მგონი ჩვეულებრივი დენტია შეგნით და ჩვენი აგური გააპო. ქვას ხეთქავს ნამდვილად. ამას რო აგურში ჩაარტყამ, ალბათ ის აგური უკვე გამოსასვლელია, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე აი ესე გაიბზარა. ამას მე ახლო კადრიდანაც გაჩვენებთ. ეს ძვრება მე და თუ არ ძვრება. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად გაართვა თავი. მოდი ახლა ნახოთ რა სიზავს ბლოკში. აბა ახლა ჩავდეთ. აბა ნახოთ ბლოკს რას უზავს. ეს სხვათა შორის კარგი ბლოკია. ხო, აი ბლოკში უკეთესად შევიდა აშკარად და ბლოკს ვერაფერი ვერ უკრა. კარგი, გადავიდეთ. მოდი ნელა-ნელა გავართულოთ. ეხლა გადავიდეთ. არა, ამას რა თქმა უნდა ეხლა ეს ავიჯის მასალაა და გააბრდღვის შუაზე. მაგრამ მაინც სანახაობისთვის შეგვიძლია ისე ხო, აი მოდი ვითომ აი ამას ვამაგრებთ ბლოკზე. აი, ნახეთ. აი ხა მოვალ ახლოს. აი ნახეთ რა მოხდა. ეს რა თქმა უნდა ამას ისე კარგად დაამაგრა რომ აქტიურად
რა ვიცი, ვიღარც ააძრობ. მაგრამ აი ალბათ ჩანს სისხლიც კი წამომივიდა. აი ხა აი ეს რა დაზიანებაც მე ახლა აი აქ კანზე მივიღე. აი ეს რომ წამოვიდეს და თვალში რომ მოხვდეს, აუცილებლად მისასვლელი იქნებით ოფთალმოლოგთან. ამიტომ არის საჭირო სათვალე, ქუდი და მაქსიმალურად დაცული უნდა იყო მსგავსი საქმიანობის დროს. ეს რაც თავარი კარგად დაამაგრა. არ ვიცი რის იბრალია, შეიძლება იმის რომ ძალიან რბილი ზედაპირი იყო და ადვილად მოერია, ან შეიძლება ლურსმნის, იმიტომ რომ აი ეს თავი აი აქ დარჩა დამატებით და ისიც შიგნით არის, რაც კიდევ უნდა გამოაქვს. აღარ სამოდის. აჰა. ლულის საწმედი მოყვა, ამიტომ შეიძლება ამითი ამოვიღო. აი, ამოვიდა. ცოტა უფრო მოვერიდები ამ შემთხვევაში. ცოტა ეს დავდგები. ისევ წარმატებით გაართვა თავი. ვიზუალურად ლამაზი არ არის, მაგრამ საქმე გააკეთა. ისევ ამოვარდა წარმატებით ყველა ნაწილაკი, რომელიც დატოვა. რა ვიცი, გავწმინდა მაინც ყოველი შემთხვევისთვის. და მივედით მეტალთან. ეს როგორც ვატყობ, ეზოში ვიპოვე, ამიტომ არ ვიცი რა არის ნახდათ, მაგრამ როგორც ვატყობ, არის უჟანგავი. იმიტომ რომ ამდენი ხანი გდია და არ დაჟანგულა. ეს ამისთვის არ უნდა იყოს მარტივი. ამიტომ კიდევ უფრო ფრთხილად უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე და ვნახოთ აბა რა სიზამს. მე ისევ შორს დავდგები. არ ვენდობი, კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელსაც შეიძლება ესე ენდო და გვერდზე სახე მიუტანო, ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩინელების დამზადებულია და მარტო მაგიტო არ არის. არ ვიცი. ნამდვილად აი ძალიან სწორად, ეხლა მაქედან ცოტა რთული დასარახია, მაგრამ ძალიან სწორად გავიდა. ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე. რკინაც კი დაღუნა ცოტათი. და აი რის თქმა მინდა ნახეთ. აი მაგალითისთვის ერთნაირი ტყვია გვაქვს ლურსმანი ყოველ შემთხვევაში. ერთნაირია ყველა და ვიყენებთ სხვადასხვა ზედაპირზე, ხო? ანუ ერთ შემთხვევაში გამოვიყენეთ ლამინატზე, რომელსაც ფაქტიურად აი ყველაფერი დაამართა, იმიტომ რომ ვერ გაუძლო ლამინატმა. აგური ფაქტიურად ისე გაბზარა, რომ აგურად აღარ ვარგა. შემიძლია ახლა ეს ცოტა რომ დავეჭიდო, გავტეხო, დავასრულო მისი დაწყებული საქმე. ბლოკში ძალიან კარგად შევიდა და რკინაც ძალიან კარგად გახვიდა, ოღონდ რკინა დაღუნა კიდეც. ანუ რის თქმა მინდა, ეს ინსტრუმენტი ალბათ კონკრეტულად რაღაც ზედაპირებზე უნდა გამოიყენოთ და რაღაც ზედაპირებზე არ უნდა გამოიყენოთ. თუმცა ძალიან კარგი ინსტრუმენტი ჩანს, ძალიან ბევრ საქმეში ძალიან გამომადგება. აი აქ ჭერზე მაქვს გასაკეთებელი რაღაცეები, ასაფარებელი მაქვს და ვფიქრობდი ხა აი აქ ეგრეთ წოდებულ დუბელს შევსვამ და მე იქ დავუჭე რაღაცას და ასე შემდეგ. არა მეგობრებო, მარტივად ავაფარებ ერთ კარგ ფანერას და დავაბრახუნებ. თუმცა უსაფრთხოების ზომებს მინიმუმ ამას დავიცავ და ალბათ შეიძლება კიდე ერთხელ ვამბობ რომ გავზარდო კიდეც, იმიტომ რომ აი თუნდაც ახლა აი ეს ნაკვალევი ეს დამამახსოვრდება ამისგან. მოკლედ რის თქმა მინდა, რა თქმა უნდა ხარისხი
ყველას თავისი იქნება, მაგრამ ეს ინსტრუმენტი მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა. საჭიროა, ნებისმიერ ოჯახში შეიძლება გამოგადგეთ, მით უმეტეს კერძო სახლებისაც გაქვთ. მარტივად რაღაც აი კაბელი რო გაგყავდეთ, რაღაცა დიდი სქელი, რაღაც ტროსი რო გაგყავდეთ და აი ხა იქ კედელზე რაღაცნაირად მისამაგრებელი გაქვთ, ხო? მოიცა, ეს უნდა მოვიხსნა. მე მგონი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდი. ხო, რას ვამბობდი? აი ეს ძალიან გამოგადგებათ კერძო სახლში, ავტოფარეხში, რაღაცის მისამაგრებლად, აი ძალიან მარტივად რა. გაბურღე, ანკერი ჩადე, რაღაც ეგეთი რაღაცები აღარ დაგჭირდებათ. ძალიან მარტივად ბრახა ბრუხით გააკეთებთ ყველაფერს. მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, უსაფრთხოების ზომები დასაცავია აუცილებლად. ამ ინსტრუმენტს ახლა შევინახავ და საჭიროებისამებრ გამოვიყენებ ხოლმე. აი ეს სათამაშოა თავის სათვალესთან ერთად. აი ჩემი სათვალე. აი ესეთი მაინც უნდა იყოს სათვალე და მით უმეტეს თუ ესეთ ინსტრუმენტს ვიყენებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თლიან სახეს რო იცავს. იმიტომ რომ არც აქ მომეწონებოდა ეხა ეს რომ მომხვედროდა რა. ფუა მაქვს. აი ამას არ ვაპატრი. ხო, მოკლედ ამით დასრულებულია ამ ინსტრუმენტის გამოცდა, ჩაბარებული აქვს. ამას დავდებ თავის ადგილას. შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ სხვა ინსტრუმენტებსაც, ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, ელექტროინსტრუმენტები, არაელექტროინსტრუმენტები, მოკლედ ყველაფერს გაგიზიარებთ. მე თქვენ თვალწინ ყოველგვარი რაღაცა ჩინური ვიდეოების გადმოღების და მისი ამოჭრა-მიჭრა-მოჭრის გარეშე შემიძლია გაჩვენოთ რეალობაში ყველა ინსტრუმენტი რა როგორ მუშაობს. ეხლა გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.